რამე დარს ადგილი ესე ჰავითა შუენიერი წყალი კარგი გარემო საქვალ ვენახნი და წალკოტნი მრავალნი ზაფხულ კეთილი ზამთარს რბილი უქარო სანადირო მოუკლებელი ფრინველითა ნადირითა თევზითა და სხვითაცა ხილნი და საზრდელნი მრავალნი გემოიანნი მსახლობელნი არიან ქართველნი ენათკმილად მოუბარნი ტანოვანი ჰაეროვანი ხნენნი შემმართებელნი შუენიერნი ბრძოლნი ძლიერნი ცოდნა ხელოვნების მოყვარენნი ამაყნი და დიდის მთქმელნი Kokilo, bicho. Ragin ra. Modia. Mitkhari. Hon. Simarkle mitkhari. Საკუთარი ფეხი გირჩევნია თუ კარგი. ჩეხური პროტეზი. ნიგელიანი. დანიგელებული ბიჭო, სულ ბზიალბზიალი როგორ უდიოდეს მთვარიან ღამეში. კარგად რომ მქონდეს, მორგებული. გადასარევი. სახლის რომ მქონდეს. სამსართულიანი, კოკილო თავის ლოჯლოჯიებით იქ, მარანი იქ, ვერანდა იქ. ცოლი რომ მყავდეს სახლში. ზეთუ ნახავი ბიჭო. ცოტა ფულიც მედვას ჯიბეში. გადაგხვევი ბიჭო ახლა თან. ინა შტერ. ნარა, ჩემო ბატონო, არა, ასე დამგვარად არ გამიგია მე. არ გეწყინოს გოგი და შენი სტუმარია და დიდი უზრდელი ნებათაღელბიან აგზდებულ მოურიდებელი შანსის შენი ჩამოყვანელი კაცი. არა, როგორ გამიბედა თუ იცი, იმოდენა ჯიხური იმისთვის აშენებინა. მე რომ გამეხატა. არა, როგორ მაკადრა. დასცენია ვინმე ჩემზე რაიმე აუგი, ან ყოფაქცევაზე, ან ჩაცმულობაზე, ან საკის ნაკვთებზე. არა ბატონო. არა, ასე დამგვარად არ გამიგია მე. ჩამოიგდო ერთი-ორი ღერი სიტყვა. ან ამინძე, ან აქეთურზე, ან იქითურზე. აი გუზრდელი ეგ თვალთმაქცი. რამდენი წლისა? იქნება ასე 50-ის. აბატონო, გაგუჩქნის პერიოდია მამაკაცისთვის, მაგრამ მე მაგას არ გაუშიშულდე მეტი არაა ჩემი მტერი. დედა, გოგი, ჩემი ბიძაშვილები აქ რომ ყოფილიყვნენ. მაგას ხომ გაბუტავდნენ ცოცხლად, ხომ გაბუტავდნენ მაგ უზრდას, მაგ შალვა, მათხოვე ერთი ექშენი ციგნი, მაგ ამორალური სულსვით უყარ. ეყოლება, არ ეყოლება. გავსკი. აბა რას მიარ შეღებოდა მე? მაგას დაერღვა ოჯახი, როგორ გამიბედა, როგორ მაკადრა, როგორ გამიბედა, როგორ? არა, კაცმან კი უნდა გაიარ სიყოს ხალისხანობით, მაგრამ პატიოს ან ქალს. კი არ უნდა მიადგეს მაინც და მაინც კარავში. და ისიც ყოველგვარი შესწავლის გარეშე. მიგუზრდელი ეგ. ჩოლობა სხვა, გოგი. ნამდვილად. არა გოგი. მე მაგის ცოლშვილის საცოდაობაში ვერ ჩავდგები. არა თქვა გოგი. ასე გადაეცი. უარი უთხარი გოგი, შენი ჯერი. კიდევ კარგი. გოგი. რა? მაგის ბიძაშვილები საშოვარზე რომ დაიარებიან. გოგი. შვილე გოგი. არ იქნა ჩემი მოსვენება გოგი აგერ მოდის, თავისი კუდიან. რა არის გოგი ეგ ხალი მაგისია? არაფერი თანა შემწეა. დობილი იქნება ნამდვილად. კი. შედურა. არ შეიძლება
ქალი და კაცი დობილი და ძმობილი იყვნენ. ძმობილმა უთხრა დობილს აქ შემოგორდი ლოგინსა. შენი ჭირიმე გოგი მე წავედი ახლა. გამიგე რა არის? ეგ ქალი მაგისი და მაგას შორის რაიმე ხომ არ არის გოგი? გოგი, მგონი ვარ მე მაგასა. აგეთ ამ ქალთან იპროციალოს. სლათიკი ცოლშვილი ყავდეს და აქ მე მიწღნას გულხურვალე ფიცები. უზრდელი ეგ თვალთმაგცი ეგ ამორალური ეგ მაცდური. გამარჯობა ჩემო ბატონო. გამარჯობა. კაი გამარჯობა თქვენი. დილამშვიდობისა. გამარჯობათ. აბა. ყველად გაგიხდიათ თქვენ. სამედიცინო შემოწმება აღარ იქ. სამედიცინო ის უნდა. უბრალოდ ტანსაცმელი წააგო ნარჩი. ამ ხალხთან საუბარებ. ძალიან კარგი, ცალ-ცალ კეთო. ცალ-ცალ კემეთში. კი ბატონო, რომელი მოგიყვანოთ? აი თუნდაც ის აზარტულ თამაშში დაზარალებული. ბატონო არ კითხო. მოგძანდი თუ შეიძლება ერთი წუთით თუმას საუბარი სურს თქვენთან. საუბარი არის გაგორეთ. აი დავა. ფეიცეთ მე დაწი. ჩავიცვენ. კაი. დროზე მოდი. დაგებული გაქვს მაინც. ეგ ტანსაცმელი ხომ წააგეთ? დროები ჩემო ბატონო. მომავალ გამარჯვებათა იმედი გაქვთ? რატომაც არა. ისე რა მნიშვნელობა აქვს? როგორ და ვაბრუნებ შემდეგ ტანსაცმელს. კი მაგრამ რა აზრი აქვს თამაშს? ვერთობით ისე ჩემო ბატონო გახთაზე ვთამაშობთ. მასხარაო ჩვენთვის აბა ტყუილა თამაშს რა აზრი აქვს? რატომ ტყუილა ფულზე ითამაშეთ? ფულზეო? ეს რა ბრძანეთ ბატონო? ფულზე თამაში როგორ შეიძლება? მერე ვის? მეზობელს ფული გამოვტყუო? მე თქვენ განათლებული კაცი მეგონებია. მე მინდოდა მეთქვა ფულის დააბრუნეთ მეთქი. ფულის დაბრუნება ძნელია ბატონო. არ ჯობს ტყუილად გახდა ჩაცმას. რატომ ტყუილად? სხვა დროს მაგიორში მე მოვიგებ. ვამასხარებთ ერთმანეთს. რატომ ამასხარავეთ? ვერთობით ბატონო. რატომ ერთობით სხვა საქმე არაფერი გაქვთ აგერ ვენახი, სახკარი, ყანა, წესიერ მუშაობას ეს სულელური გართობა რატომ გირჩევნიათ? რატომ და იმიტომ გართობას მიშლით? თოხი და რამგალი ჩემამ ტერმა იქნია სულ. აბა, თქვენ რომ ერთობით ის კარგია ხო? რითი ვერთობით? რითი და რომ გვალაბარაკეთ ამ სისულელებს და ქალების გახთა გაშიშვლების ცდელობაში რომ ხართ. ეს ხომ ეს დიდი ღვარძლიანი კაცი გეჩანს. არ არის ვარძლიანი. რა ვიცი, კინაღამ ყელში კიმწვდა და. აი ახლა შენ ბატონო, გულში მოჩაიდებ ნუ რაფერს. დროებით აღელვებად აღმოსხებთ, თორემ ისი ახლა სტუმარი თავს უჩევნია. ერთი კაი ბეში კამათელო. რამ გააბოროტა ეს ხალხი? მოდით სხვასაც გაესაუბრეთ. ერთი ის მოწყენილი კაცი მომეწ. ბატონო ბესარიონ, მოგძანდი თუ შეიძლება. ოღონდ ამბის მოყოლას ნუ შეაწყვეტით. კარგი. ახლავე ჩემო ბატონო, ახლავე. შენი ჭირიმე მარო. შენ წამოიღე პულმარი. აბა ეგ თვითი მე რომ ავიკიდო. ამბის მოყოლა შეძლე. ამბავს რომ მოყვე. ჩიტივი თავისუფალი უნდა იყო. გაიგე? ჩიტივი. ჩიტივი? ჰა, ჩიტივი. ჰა. ჩიტივი. ჩიტივი დაზე. ჩიტივი. აი შეუბედურო შენ. ამათი მასხარა გინდა გახდე და ისიც არ გამოგდის. აი შეუნიჭო.
გისმენთ, ჩემო ბატონო. როგორ გიგითხოთ? მადლობ, ბატონო. ვარ ჯერჯერობით, მაგრა სტამბოლის კაშივი. ძლივს არ ჩავავლე. ეს არა ყოფილა სტამბოლის კაში. უარული დაუკვესია სოფლის. თოფი რა თუნდა ლომში. დედა, იაპონელები თუთუნს თუ ეწერიან. მაგან არ დაანახევრა, მთელი იაპონია. ეკაჟე ეკვება. ისე ზოგრამე შიკი მგონია ბედია. რაში და იაპონელად რომ არ დაიგვარდა. კარგი ხარ. კიდევ გაიჩვენ მაინც ბინო. თანასოფლენეცა. ისე შენ დასანდობა სახელიც კი გიწყობს ხელს სვიატოსლავ. ნავთობის სიახლოვეს საშიშია მაგის ჩავა. ბატო, რატო? უნდა დავლუქო. ვინ უნდა დალუქო შენ? ვინა, შენი დალუქი. იგარა, შენ რა შვაში ხარ, ეს არის? დარზე ვამბობდი. ბევრი დრო მეაქვს და უნდა დავლუქო მეტი. აი, აღარ ეგონა. ოდასე. ექს ხასაკმია. რა აზრის ბრძანდებით თანასოფლელებს? ვისე, ბატონო? ამაზე. ესენი არიან, ბატონო, ოხერი ხალხი. კეთრისგან შავი ვერ გამოუჩევიათ და მოსმენა რომ მოსმენა, ისიც კი არ შეუძლია. ტყუილად და დაუმსახურებლად უნდათ ძვირფასი პურმარილი. გამარჯობა, ბესარიონ ბიზია. გაგიმარჯვა, შვილო, ეს მილა. თუ იმეც არ ვიცანი. ეს კიდევ ჯობია სხვებს. ნამდვილად არ წააგებ, ჩემო ბატონო. ზო? არაფერი. თვითონ არაფრის მაგრისები არიან და არც სხვისი ესმით არაფერი. ერთხელ არ დაინტერესებულან ჩემო ბატონო. ერთხელ. თუ სად ვიყავი, თუ რა გადავხდა თავს და რასაკეთებს სერგია? შეგვაქვს. მაინე მეც ვათამაშე რა სერგია გეხეთები. რას არის ჯერები? რას და რაც მე გადავხდებია ბატონო. რისას, ჩემო ბატონო. რისას. როგორ გამოვიჩინე თავი. ერთხელ მივდივარ F კვადრატში. ხარა? מחბილი თვალი გავიხედე. გავხედა. მოდის, მარა. რა მოდის? სერგია. ნათალის საქმე, ახლა დანით თამაში ვერ გავიცალ. ვინა, შენი ბიცოლა. ბიცოლა, რას ლაპარაკობ შენ ხომ თუ იცი? აი, ბიცოლა. აი, რა? შენ ჯერეთი ბიძარა ყავს. მეორეთი რომ სკოლოდა იმას გავყვებოდი. და ბიცოლა ნაჯიჯი გათხოვილ ქალებს ეძახიან, მეტი გაუთხოვარი ვარ.
და მეხუთეც ის რომ თავის კბილა ადამიანს ბიცოლას არ ეძახია. აი რა კარგად თქვი რა საყვარლო, თავის კბილა ადამიანს ბიცოლას არ ეძახია. რანაირად არიან ესე ტოლები? რა ვიცი, გააგორე რა. არ გახსოვს არქიპო სერგი რო დაიბადა, პურბანი რო გააწყვეს. სანამ სუფასთან დავსწრებოდით, ფლირტის თამაშს შევხევით. ყველაზე გადაცემი ვერი ყარ თამაშობდა მასი. თუმცა სერგია ისეთი მზარდია, მახსოვს. ჰა? მახსოვს. ო, იწვოდა. იწვოდა. ერთი ღერი ხახალდი მეც გამომიგზავნა. ჰა. და ისო აწითლებულმა მეც ჟუნჟლუკო მითხრა. ჟიჟრუკო. რა ეწერა შენ? პაემას ხომ არ გინიშნავდა? არა, რაც ჰა? ისო ადამიანიო ეს მეობრივად ამაღლებული უნდა ხო. იყოს. მორალურად უმწიფო. დაწერა რაცა სისულელები ეწერა. დაეღო. ეს ყვაკიდო? რომელი? აი რა. ი? რაღაცა არ მახსოვს. შენ გადავრე. 25-წლიანი ჟურუკო გახსოვს და ახლა ვითამაშე ჩარი აქიდა. წავალ ხა სერგია მე. მოვიხურავ რა მე ცოტა აგრილდა. მალე მოვალ. ორას დაიარება. კენც არ წამოკრასადბე ფეხი. აი დედას რო შვილი უყვარს თუ არა ეს რა გასაზრდელი იყო კაცო რასტი მაინც ჩემი ფეხები მირჩევნია მე კი ბატონო მიჩუქნია ასე იყო ეს ამბავი. გასაგები. ყველაფერი გასაგები. ყველაფერი გასაგებია. ნამდვილად ყველაფერი გასაგებია. ხომ ყოფილა გასაგები? ჰა? ხომ ყოფილა გასაგები? მირთვი, ჩემო ბატონო, აგერა. კოჭის ხორცი, ძვირფასი. თუ არა აგერ. ქათამი გადაიხიჩინეთ ბატონო. ყვითლად გაუდის ქათქათი. ჩემი ცოლი შეუძლებაა. ხოდა სმაში. იგივე უფრო და უფრო საინტერესო ამბებს მოგიყვეთ, მაგრამ ახლა გიამბო. არა, გმადლობთ, არ არის საჭირო, გასაგებია ყველაფერი. მე დიეტაზე ვარ და რაზე ხარ? დიეტას ვიცავ, არ ვსვამ. გული. კი, გული. თუ არ შეწუხდებით, ბატონო ბესარიონ. ბატონო. ერთი წიგნიანი კაცი მომიყვანეთ. წიგნიანი კაცი? დიახ. ამწუჩი შენგენაც ვარ. ამწუჩი შემიჭირი მე ბატონო. ამწუჩი. აუ, ღვინო დამექცა. ჩემო ბატონო. არა. შავა. გამომხედე შეგაცა. შავა. რა იყო გამომხედე მეთქი კაცო. პატარაკან დამაცადე აბზაცამდე ჩავა სადამდე ჩახვალ? აბზაცამდე რე როდის გამოხვალ შევღერო? თუ სირცხვილია იმ უცხო კაცთან. მერე როგორი გამგებიანია, უი. ჰა? ხომ ყოფილა გასაგები? ჰა? ხომ ყოფილა გასაგები? ასე. როგორ მზანდებით ქალბატონო ასეა როგორ შეეჩვიეთ აქაურობას ასე არა ვარ მე. ძალიან კარგი ძალიან ერთი ეს მითხარით თუ შეიძლება თქვენ გათხოვილი ბრძანდებით თუ პირიქით გაუთხოვარი ვარ და არც მინდა. აუ ეს რა ბრძანა თქვენმა მარწყვით თლილმა ტუჩებმა გაუთხოვარი კი არა ქალბატონო ასეა თქვენ 17 ბედნიერი ქმარი უნდა ყავდეთ ასე სიმაღლის მიხედვით ჩაციკციკებულები ჩემო მაესტრომ წიგნიანი კაცი მომიყვანეთ. მათხოვე შალო ერთი შენი კოხტა წიგნი გეტაყვათ ერასტი ისევ თქვენ თუ გამიგებთ თავიდან ბოდიში და ცოტა დუნეთი იწყება რა უშავ შეკაცო მე თავიდან ყველაფერი დუნედ იწყება მაგრამ მერე და მერე თანდათანობით ზიაღბასვითი ამბებია ქალბატონო ასია
არ გაუდგეთ გზას. ჩემს მაესტროს წიგნის მომტანი კი არ აინტერესებს. აბა? არამედ ეს ადამიანი ნუმერი 4. დამობრძანდი. როგორ დაგვნომრეთ კიდევაც კვადრატებივით ქალბატონო ასია. მე რომელი გავარ? ნუმერი 2. ვინ მომჯობინეთ? როგორ? პირველ ნომრად ვინაა ის გოგი? ბედნიერი? აჰა. შალვა. გავცვალოთ ნომრები. არ გირჩევნია 2 ადგილით დაწინაურდები. მე რა შუაშია ნომრები? ჩემს მაესტროს ეს ადამიანი აინტერესებს. დამობრძანდით რა. მიბრძანდით ბატონო. მე ჩქარა დავრუნდები ჩემო ერასტი, მანამდე გადაიკითხე და თუ რომელიმე სიტყვა ვერ გაიგე, ჩაიტერე და მე ზედმიწევით აგიხსნი. კარგი გამარჯობათ. რა გხიბლავთ თქვენ ცხოვრებაში? კარგად, გაგიმარჯოსთ. სწავლა განათლება ცხოვრებაში ყველაფერს მირჩევნია მე. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მისასალმებელია. თქვენი მეზობლებიც ასე ფიქრობენ? არა ბატონო. ესენი ჩემო ბატონო ბოდიში და ყოვლად მოუწადინებელი ხალხია. წიგნი ამათ არ აინტერესებთ და კალამკალმისტრარით არაფერიზე. როგორ არ ვცდილობ წავაკითხო 2 ღერი წიგნი. ერთავად ვემუდარები, ვეჩიჩინები. ეგ რა დაგიკავია ხელში ბიჭი, ჰა? რითია რო ინიავებს სახეს? ინიავებ კი არა. ვაშურობ ამ წიგნს მე. ო? წყალში ჩაგივარდა თუ? არა. ძალით დავასვი. მე ხომ მოკლავს მაგის გულისთვის ეს ჩვენი შალვა. რა უნდა მოკლას ვითო? ჩემს საქონელს რა ვარც მინდა ისე მოიხმარ. ო? იყიდე თუ? 7 აბაზი მივე წინაღდიფული. შეიშალე რასტი? შეიშალე. არიცი შენდანაირი წიგნია ეს და დამანებეთ ავიღო. რანაირია მაინც? რანაირია მაინც და ო უკვე აჰა გამშრალ და ნახე რა ბები წერიაში შიგ თუ ზეთ სადაც გინდა ადრე სხვა ბები ეწერა დასვლებამდე ისიც კარგი იყო ცოტა არა გჯერა ხო ძნელი დასაჯერებელია მეშვიდიებაზე ქუჩაში კი არ ყრია ამ წიგნს ის შესანიშნავი თვისება აქვს რამდენჯერაც დასველებს სულ ახალ-ახალი ამბები იკითხება შენ ხუმრობ შენ ერასტი ხუმრობ კი არა ამნა ხუმრობ ახე თუ არა გჯერა დასველე და შენი თვალით დარწმუნდები მოკიდე ხელი კი არ გიქმნებს აგეშინია თავიდან სულ ისე ფურცელ უნდა ამოხიო ნუ გეშინია მე თავისით მიწებდება ის რო არ მიწებდეს კაცო ჩემს საქონელზე შენ დარდო ვიცი ალბათ რომ გეუბნები მიდი ამოხიო ხო ოღონდ მიყოლებით ფურცელ ხო თანდათანობით მე ამბებია ისეთი ეგრე სვიტიკო ჩემო ახლა ქაღალდები ყოხტად გააწვე მიწაზე დაბლა ეს ყოხტად გააწვე კარგი ლამზია წყალი სვიტიკო ჩემო დოქით უნდა ჩამოუვარო და წყალით დაასვე დავასვა ხო დაასვე ასე? ასე ირგვლივ შემოვარე. ეგრე სვიტიკო ჩემო, კარგია, ისე ღვინო რო იყოს, აჯობებდა სვიტიკო ჩემო, ღვინო რო იყოს სულ ნახაკები გამოვიდო და ტიტული ქალები ამომზეურდებიან. რა ქალები, სვიტიკო, რა ქალები. აი, ხმარა, საკმარისია. ახლა სვიტიკო ჩემო, არ უნდა მეტყვი. ეს რა, კარგია? ახლა სვიტიკო ჩემო. მან
ფეხებით უნდა შეადგეს ზემო. ყურძენი ვით უნდა, ბიჭო, დაწურვა, უნდა დატკეპნო, მაგრამ ეგრე ცეკვით, ტარი ტარა ტირადი ტარი ტარა ტირადი ტარი ტარა ტირადი ტარი ტარა ტირადი ისე უგდოთ ეს ხტევია რა საკითხი. ჩემო ბატონო, ისე უგდოთ არც კი დამიჯე. ერთხელ ეს დრო იქნებოდა სწორედ ეს ძვირფასი წიგნი. ძვირფასი კი არა უნიკალური. აგე ოდიში და მაგიდის ქვეშაც კი ამომიწეს. იპოვეს საყრდენი. დიდი ოხერი ხალხია. დიდი. გამოსავალს თუ ხედავთ რაიმეს? რა მოგახსენოთ, ჩემო ბატონო? ფიქრობ, მაგრამ მერე წვილად მოგახსენე. კარგით, წავძან. ესაა გოგის საქმე? ერთი განათლებული კაცი ყავდა, ისიც თავს სირთმეინება. აღელდა ადამიანი უნებურად. რატომ აღელდა? წიგნი რომ დაუხიეს. რატომ დაუხიეს? იხუმრეს ალბათ. კარგი ხუმრობაა, მშვენიერი. ხოლო კაცნი და ქალნი აქ აურნი შვენიერნი. ჰაიროვანი და მსგავსნი ყოვლი თავე ქართველთა ზნიდა. ჩვეულებით და ქცევით. არამედ ლაღნი, ამაყნი, შემმართებელნი, მეჩხუბარნი, ერთგულნი, მეხოტბენი და დიდმთქმელნი. რა დაგიმალოთ და თქვენმა ხალხმა სიკეთითა და სტუმართ მოყვარეობით ნამდვილად ვერ მომხიბლა. სწორი ბრძანდებით შემოვედონა, სწორი. უცხოს დანახვაზე ყოველთვის ასე გადირევიან. ერთი ოხერია ყველა. როგორ აბრძანეთ? ოხერია, ოხერი ქალიან კაციანა ერთი ოხერია ყველა. ო, ჩემო ვიქტორ, რამდენი ხანია აქეთ აღარ ყოფილ ვარ? როგორ ახართ? რას საიქმთ? რა ამბებია? ვართ ისე საშუალოდ, რაღაც კითხულობთ, რაღაც. შენი სევისეთი ხარ, ჩემო ვიქტორ. მაგრამ აი ზოგიერთი არ მომეწონა მაინც და მაინც. რომელი მაინც? აი თუნდაც ჩვენი ბესარიონი ავიღოთ. რა რო დამდგარა და ახეთქებს ამ ტყუილს. რა ქნას იმანაც ვიო. კაცი ომში იყოს, ნამყოფი ამდენი ტანჯვალ-წვალება გამეიაროს და მოყოლითასა ვერ მეიოხოს გული. ეს ჩვენი შალვაც არ მომეწონა მაინც და მაინც. რა წითელი კვერცხია რომ სულ ამ წიგ ჭაკირკიტის. მამა, მასე ნუიტყვი, ჩემო გოგი. წიგნი, სიბზნის და სინათლის წყაროა. მახფერი ნასწავლი ვიყო ჩვენ და არ წავაგებდით ნამდვილად. ისე ჩვენი ბესარიონი რომ ნახე გული დამწყდა. რა არ გადახდენია მაგ კაცს? რა წისქვილის ყვა არ დატრიალებულა მაგის თავზე? ეიკი დავასხი მას თავს ხლაპი. იაპონიაში გერამაი ზესტაფონში გეთუ იყოს ნამყოფი დავწევიჭრი. დასა ხაროგოლში ეგდებოდა ქვევრში. რა უნდა და ქვევრში? კაი სამალავია ძალიან ქვევრი. ისე ჰა, ჩვენი შალვა ძალიან მომეწონა. თვითონ ხომ კითხულობს და კითხულობს. თქვენთვისაც უნდა ბატონო წიგნის თხოვება. თავისი კურტუმო მოქცეული ქალიშვილი გაათხოვოს იურჩევნია მაგას. მაგან თუ ყველა ასო ისოდეს ზებილას თავს წევიჭრიბე. წიგში ყურება კი არა მარტო საქმე. მე რომ იმასე დავაჯიდო პიანინოს და ჩაიკოვსკი კი არ ვიქნები. თქვენ ჩაიკოვსკი რა იცი? ჩვენ ყველაფერი ვიცით როცა საჯურე გვაცალებოდა. ეს ჩვენი ერასტიკი გაქარაფშტებულა ძალიან. არა, რატომ ახლავე? ხანდახან კაცმა რომ იოხუნჯოს, იმასხოს, გაიჩინოს, სხვაც გააცინოს. რა ცუდია მაშინ ახლა მითხარი ჩემ.
კი მაგრამ ამდენს როს ვავს? იგსვას, მე რა ფეხი ელევა თუ რაი. ხანდახან გასმა კი უნდა დალიოს ერთი 4-ში გაგვინოთ რა. შალვას ავიდი არა იყურებოდე ციხში სულ. ო, ამ შალვას კი ძალიან მოაქვს თავის ნაკითხობით. მე არ ეკუთვნის თუ? რაც იმან ამბავი იცის, სხვა ქვეყნის ისტორიები, რა ჩავსდია იმ კაც თვალიდან თავში. პატივს ასე მიგაცია, ვაგი. როგორ? ჩვენს ძვირფას, ჭკუა מחვილ, ერასტისაც სჯობს. ვის არ ჯობს იმ ლოც? დაგრიალოს და ერთ მოჭრილი და მოჭრილი იგი ისოფლის გლახა უკანასკნელი კაცია იგი სოფლად. როგორ? სერგიაც კი სჯობს? სერგიე ვალალი ვიჭია. გულღია პიში მткმელი. ეგებ აი ეს ბედოვლათი მატყუარაც სჯობს. ვი? ბესარიონი? ბესარიონის სანევაზე ადიკალონი გამევიდა ყველა ბიჭი. ჩვენი ბედნიერებისათვის ტყვის ქარცელშია მაიკაცი დამყოფი და მისი მონაყოლი რომ თარაფში მტოვა რაცა მასშტობად მიგაჩნია და ერთი იმის სასოდა დაჭრილ აჩეხილ მიჩეხილ მოჩეხილ სხეულსაც კითხეთ ერთი კი მაგრამ აშკარა შეუსაბამოა. მეორე, C მესამე და უფ მეოთხე მე პასუხი. გითხეთ რამე. ვიცი. თქვენ გალბატონე რა იმ ტუტუს ბესარიონივით ალაბალახდით ახლა. თუ ძმა ხარ გოგი გამაგებინე ვინა ეს ხალხი და რა გინდა ჩემგან. ამათთან შეუძლებელია მუშაობა. ჭკვასაც ვერ დაარიგებ ამათ. რა ბატონო? რა შეგჭირდება ჭკუის დარიგება? ჩვენზე უკეთესად ვინ ირიგება ჭკუას? ოდიში და ოხერი მამა შენია შენი შექმნისთვის. მამის გასეთი ახლა. რა იცოდა წინასწარ იმ საწოდომა იმ საქმიდან რა გამევიდოდა? რა ჭკუა თქვენ უნდა დაარიგოთ, როცა არავითარი მიმდინარეობა არ გაქვს. მიმდინარეობის მეტი რა გვაქვს ბატონო მიმდინარეობ? ესე იგი ჭკუის დარიგება სულ არ გჭირდებათ, არა? არ გჭირდება ბატონო, რა თქინდა, ისედაც ყველაფერი ვიცი. თეორიულად ხო? ისე რომ ოხრები ხართ ყველანი ცხოვრებაში? ჭკუის დარიგება არ იცოდეთ. რა ბატონო, არ გჯერა? არა. დაგიმტკიცოთ ახლავე ადგილობრივა? აბა, კი ბატონო. სერგია, მოდი ბიჭო ახშენ. დაჯექი საჭესთან. რა გინდა? ჭკუა გინდა დამარიგო ხო? რამც, მაგითო. სერგია, არაფერი არ ჭირს ახლა შენ ჭკუის დასარიგებელი, მაგრამ კაცმა რო თქვას, რა საქმე გაქვს? არაფერი ხო და გაჩერდიაგეთ და თავს ნუ მომჭრი ამუცხო კაცთან. თავი ეგრე იმას აქვს მოსაჭრელია. ირწმეინება. თუ მომწონდი ბატონო. აგნესა, ერთი თხილი მომირბენინე გენაცვალე გაზრდა გათხოვებაში. კი, აბა. მაგას რო თხილი მიუტანო, მე რე იტყვით ყვარებიაო. და მოედება ეს ამბავი მთელ სოფლებს და გადასწრება მეზობელ დასახლებებს და მოედება ფაიტონიან ქალაქებს და მე მევიხარ შემირთავს, მაგრამ მე არ გავყვე ვინმეს ისე დაგიმშვენდა მთელი ქვეყნის მამაკაცებს ხვირი. დაპირი. დაწარავი. დატუჩი. სერგია, მე გაუთხოვარი ადამიანი მოგიტან თხილს. შეიძლება? კომისია ჩოქმნათ ბატონო, თუ გნებავთ, ჩვენი მხრიდანაც იქნება ვინმე და აგერ თქვენი მხრიდანაც, რა თქმა უნდა, ქალბატონი ძვირფასი ასია. თქვენი მხრიდან იყოს ჟიური. რა ბატონო? ჟიური. შალვა. ჟიური ჰქვია შემფასებელ კომისიას. შემფასებელ კომისიას. კი ბატონო, კი ბატონო. თუ გინდათ თქვენ თვითონ ამოარჩიეთ ვინმე რომ მე რამე ეჭვი არ შეიტანოთ. ეს ხმაწვილები იყვნენ. ძალიან კარგი. საშიკო და დათა, მოდია. მოდი. ასე. შენ ჩემო საშიკო იქნები ჟიუ. შენ დათა იქნები რი. ჟიუ რი. თანახმა ხართ? კი, ხო? თანახმა ვარ. ეტირებათ ყველას ყოფა. ცეცხლი ხარ, ვერ იყო ცეცხლი, არ იქნა შენი დაბერება. უпростоრად მე მინდოდა მეთქვა, ღმერთმა ნურასოდეს დაგაბეროს მეთქი. შენ.
აბა, დავიწყოთ ბატონო. დავიწყოთ. სერგეი. თქვაც და მეფე ხარ ბიჭო. მეფე ხარ? როგორც სიტყვიან, ხელგეწიფების სამყარო ვრცელი. ოქრო, ფულია, ბრილიანტია. მარა იქნები სისხლის მსმელი და უარყოფითი მოქალაქე. ბიჭო, ამას ის არა სჯობია. იყო უბრალო მათხოვარი. დაიჯდე ხიდის ცენტრალურ ნაწილში ხელგაშვერი და გქონდეს კეთილი გული, კეთილი გრძნობა, გიყვარდეს მეგობარი, გიყვარდეს ცოლი და შვილი შენი, გიყვარდეს საერთოდ მთელი ხალხი. აშენებდი ჯანმრთელობის კერებს, აშენებდი მრავალსართულიან აფთიაქებს, გახსნიდი კინოს, გახსნიდი თეატრებს, დააგებდი პროსპექტებზე ასფალტებს, ხელმოკლე სტუდენტებს სულ გრძელ სტიპენდიებს დაუნიშნავდი და ვინ? მათხვარი შეძლებს ამას, ესენი სულელები არიან გოგი. ბატონო, ბოდიშს ვიხდი ძალიან. აქ ცოტა გადავაჭარბე. როლებში შევიწერი ახლა ცოტა ბატონო. მაშინ სიყვარულის ცისფრად ამაღლებულ ატმოსფეროს გადავწყვეტ. სერგეი ბიჭო, სიყვარული უნდა იყოს ამაღლებული, სავსე, ბოლომდე გაპიპინებული. სიყვარულში და საყვარელ ქალში მარტო ხორციელ მანკიერებას კი არ უნდა ხედავდეს სერგეი, არამედ გულის ხმიერ ადამიანობას. აბა ბატონო, მე რო ასია მიყვარს, ესაა საქმე? რატომ აბედინებთ ამდენს? იძახოს რა, მე ასია კი არა ვარ, ვერონიკა ვარ. სიყვარულში ჩემო სერგეი, მტკიცინა ფულებს და ქონებას არ უნდა დახარბდე, 10 სილამაზემ უნდა მოგჭრას თვალების სერგეია. აი, თქვათ და ვერიკო, ახალგაზრდა, ლამაზი, ფულიანი, მაგრამ აუკაცობის დედოფალი. აგნესაკი, ულამაზო, ხნიერი, მაგრამ კეთილი გულის, კარგი ადამიანობის მქონე, რომელს შეილთავი? აგნესას ახლა ჯერდა. არასრული პასუხია. აგნესას. ყოჩახ სერგეი ახშენ. შენი ჭირიმე სერგიკო, სეროჟა, სერგეი შერგენაცვალებე. დაგაყარე შავი მიწა. მე არ გამოყვე შენ. კი, სიტყვაზე ადვილია. ვერიკოს სილამაზების უნახავს. ნახევარ ბატონო, მაინც. აბა, შენი ახალგაზრდობა და ქალიშვილობა ვის გაუგონია? რა თქვი? სულ ბოლოს რა თქვი? ქალიშვილობა ვის გაუგონია? ქალიშვილობა. მე თქვენ გაჩვენებ. ვერიკო, გაჩვენი, ვერიკო დაწნადი შენზე ლამაზი და ქალიშვილი არავინ არ არის ვერიკო. გამშვიდე, რა მოგივიდა შენზე ლამაზი და ქალიშვილი არავინ არ არის. გამციჯახო? მე თქვენ გიჩვენებთ? ეხლა მე წავაგე. და წყალში გადავარდები. რა ბოროტებია? არა, მერწმუნეთ არ სძულთ ერთმანეთი. კი, ძალიან უყვართ. ამათ სიყვარული შეეძლოთ, მეტი არაა ჩემი მტერი. ხალხნო. მარგალიტი გინდათ?
გამოსი შეგა. მოვილაპარაკებ, მოვითათბირებთ, გოგიტო. მაინც ნამდვილი არ იქნება და რადგან რა. მე მაინც ზედარ შემახედებენ და. კარგად დამიგდეთ ახლა ყურს. ყველანი სკამებზე ჩამოცხდეთ. ხო. მე ჩამოგივლი და ხელებში შეუმჩნევლად ერთ-ერთს ჩაგიგდებ. რომელს ბატონო? რომელსაც ყველაზე მეტად გეკუთვით. მაგრამ ჩვენ სტუმარსაც აქვს ბეჭეჭის სწორედ ასეთი თვალი. და ამ ორ მარგალიტს ასეთნაირად გავათამაშებთ. ყოველი თქვენთაგანი ნებისმიერი ხერხითა და საშუალებით უნდა ეცადოს სტუმრის დარწმუნებას, რომ მარგალიტის სწორედ მას ჩაუგდე. თუ ვერ გამოიცნო ჩვენმა სტუმარმა, მაშინ თავის თვალსაც მოგცემთ, ხოლო თუ გამოიცნო, მაშინ კეთილი უნდა ინებო და თქვენი მარგალიტიც მისი იქნება. თანახმახართ? რასაკვირველია, მაგრამ ეს შევთვის ცოტა უხერხული პირობაა. რატომ? რა გამოცნობა მაგას ენდომება, მაშინვე სახეზე შევატყო. კარგი ბატონო, ესე იგი გოგი, თუ აღმოჩნდები უსვინდისო და მე არ ჩამიდებ, ისე უნდა მოვიკატუნო თავი, ვითომ მე მაქვს, ხო? კი. და თუ ჩამიდებ, ვითომ არ მაქვს, არა? კი. მაგას რა უნდა შეგა? ვითომ? გავიხედე გოგი და მე შემხვდა ის მარგალიტი, ჰა? ახალ ლურიკას. შეიძლება გოგი პირველი დავჭდე. როგორც გინდა. ხომ შეიძლება გოგი, ხომ შეიძლება? დაბრძანდი. პირველი დავჭდები გოგი. პირველი მე მაინც ზედარ შემახედებენ. დები. გოგი, ჩვენს გასათხოვარი ქალებით. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ლამზირა, დობილო, მოდი. შენც მოდი აქნეს. მე სერგიესთან უნდა დავჭიდე. გოგი, შეუდგეთ. გოგი. გოგი. აკი გითხარი ჩემო გოგი. ხომ გითხარი გოგი, ხომ გითხარი. მიდით გამოვართვით. საკუმა სიტყვა. რა გინდათ ბატონო, ჩემგან? რა გინდათ ბატონო? ძლივს ერთი. არ მოგცემთ ბატონო. აჰა. რა იყო ბატონო? რატომ გაფიქრდით ასე? სტუმარკაც როგორ გამოგართმევდით რამეს? რა იყო ბატონო, მე მაინც ადრე დავიწყე თქვენი მოტყუება თავიდან ვითომ ძალიან უხელავდით. პირველადაც დავჯექი. შემზადება უნდა ბატონო ყველაფერს, ასია ეს. მაგრამ მე მაინც პირობა დავარღვიე და არ უნდა ჩამეთვალოს. გამხიარულდით ბატონო, გაიღიმეთ მხნეთ. მართლა არ ჩაითვლება? რა ვიცი, ისე კი შევთანხმდით ნებისმიერი ხერხი და საშუალებითო. არ ჩაითვალოს, არ ჩაითვალოს. განვაგდოთ. კი, დიახ, ოღონდ იმას ნუღარ ვათამაშებთ. ერასტი, მიდექი განზე. დისკვალიფიკაციას მაძლევთ ბატონო? ბოდიშს ვიხდი ძალიან. მე აქეთ მირჩენია. ასია. ისე თუ ოდესმე კიდე შემიწუხდეს გული, ნიშადურის საშუალებას ნუიხმარ. სხვა საშუალება უფრო გახჭრის ჩემს. რომელი საშუალება? თუ გინდა რომ გულწასული წამოვფრინდე ზედ, გული მოიღე პატარაზე ცოტა. დაგაბარე მე. ვერონიკა, ეს ინციდენტი არ ჩაიწეროთ. ვერონიკა, ვერონიკა, ასია! ამ გარემოებას ნუ აღნუსხავთ. განვაგდოთ. მედია. მაინც ზედარ შემახედებენ და. ეი, ისგენა ორი აბაზე არ მომწე. წინასწარ არ აღელდეთ, იცოდეთ არავინ. არ გინდოდა გამომყოლოდით ცოლად.
იჭერი და იზარდი 10 წვილი. სერგიო. მაგრამ არ იყო ის ახალგაზრდა, ძალიან ცუდი ახალგაზრდა. გიჟი და გადარჩენია. ამ გადარ რაშია საქმე ბოლოს და ბოლოს? თამაშის წესების ასეთი უხეში დარღვევა არ გამიგია მე. ეს სერგია თუ ვიღაც ახლავე ძალით დააბრუნეთ და მარგალიტი ჩაგვაბაროს. არადა წაგება მთელმა სოფელმა ზღოს. სიტყვა ვერონიკა. ასია. ეს შემთხვევაც არ ჩაიწერო. გოგი, ესეც წესის დარღვევაა. კიდევ დიახ. ოღონდ ეს სულ სწრაფი ახალგაზრდა დისკვალიფიცირებულ უნდა იქნეს. მიდექის სერგია განზე. მოდი ბიჭო სერგია აქ შენ. მე ისე ვატყობ აქ უკეთესი გუნდი დაგვიროდებით პატარა ხანში ჩვენ. დავიწყოთ. დავიწყოთ. ბოლოს და ბოლოს ერთხელ წესების სრული დაცვით ვითამაშოთ. ой, მართლა. სად ისწავლე, ჩემო ბატონო, ასეთი კარი ქართული? მე ვასწავლე, მე. მომისმინეთ. სანამ ბოლომდე არ ჩამოგივლით, კრენტი არ დაგწდეთ. და საერთოდ შეიკავეთ როგორმე თავი. თავის შემკავებლები არიან ესენი. ნახოთ. დავიწყოთ. ბატონო, მშვენივრად იცავენ პირობას და შეუდექით. კარგით. ისე უნდა თქვა 2-20 თქვა. აბა, შემხედეთ. პატივცემულო არქიფო. ხომ კარგი იქნებოდა პატივცემულ ბესარიონ. ახლა მარგალიტი რომ გიციმციმებდეთ ხელში, იმ ფულით მთელ ჯარ შეიარაღებდით. ვიქტორ, თქვენ რომ მარგალიტი მოგცათ, რას იზამდით? ასე არ გამოვა, უნდა მიპასუხო. ასეთი დიდი ბედნიერება უნდა ჩავო. რა ბედნიერება, ამისთან ერთი მითხარი, რა ბედნიერება? რა ჯანდაბად მინდოდა ამ მარგალიტს რომ მიგდებდი, რა ჯანდაბად? მე ვჭამ, ეს სუფდება, ეს წავს, მე ვთვრები, თუ კარგი გინდოდა ასეთი, ჩემთვის. ამისთვის ჩაგიგდო, მე გაჩერდი. რაფერი არ ვიცი, წაგებულია. თავისით წამოსდა, მე დავაძალე თუ რა? წეიღი. დიაღაც რომ წავიღებ. წეიღი. არა გიხაფრე. ამოეთე. მაგრამ ორი ქონდა? არა, ერთი. აბა ეს რა? მაგრამ ეს მაშასადამე საიდან
რა ქვია იმას? გაშალე ახლავე ხელი? გაშალე? შეკრაცვალე დადიკო, კაცი ხარ კაცური. ენი ჭირი. შენი ჭირი მე გოგი, შენი ჭირი მე. გამაგებინე ოღონდ, ვინა ეს ხალხი და მომკალი თუ გინდა მე გევედრები გოგი. არა ბატონო, არა. არ შემიძლია ვერ გამოხვებით ზოგადად. აი, სიტყვა მაქვს ხისთვის მიცემ. ვინა რა უნდა ამ ქალს, რა უნდა? მე უკვე ჩემი სიტყვა ვთქვი. ლამზირა. დობილო. გამოდი გავისეირნოთ ერთი. გოგი სიტყვა მაქვს შემოხდა. ისე მაპატიეთ ქალბატონო. სულ დამავიწყდა. ახლავე მიიღებთ მოგებულს. მოგებული კი არა, ჩემო ბატონო. სიტყვა იმიტომ გაგაწყვეტინეთ, რომ გოგის დაუბრუნო ეს. კი, მაგრამ რატომ ხომ გაიმარჯვეთ? რა გამარჯვება ეს იქნება, ჩემო ბატონო? ამას ფულად გადააქცევს და თავისი ტყუილების გასასაღებლად იმდენ პურმარილს დამამზადებინებს, რომ რისას. ჩვენი პატარა შეძლებით ისედაც გაწყვეტილი ვართ წელში. გვარიების პუტვით, თითები მძვრება, ხახვის ჭრით, სულ დამეწრიტა თვალები, ახლა ეს მინდა კიდე მე. გოგი, მომაშორე ეს თუ ძმა ხარ. კარგი, მაინც ნამდვილი არაა და. რაო? ესე იგი ფალსიფიკაცია ეს. მაშინ რა, ყალბია? ნამდვილად. ნამდვილად? გოგი. გოგი, გაფიცებ ყველაფერს. შემომხედე თვალებში? შენც ხო? შენც ასეთი ხარ. მეც. ჩვენც ვატა. აკაურიო. ამ ყალბთვალზე ათამაშებდით ჩემს უძვირფასეს ბეჭედს? მაინც არავინ გამოგართმევდათ და. რატომ? რატომ არ უნდა გამოერთმიათ? რა ვარ ასეთი გამორჩეული? უბრალოდ სტუმარი ხარ. რა? აბა სამუდამოდ წავიდნენ ჩვენგან. რა იყო მაინც? რა გვეტაკა? კულტურა გვაკლია ნამდვილად. კულტურა. ვაკლია კი არა. ჩვენს დანახვაზე ოდიში და ნამდვილად გადაირეოდა წელა კითხვის მცოდნე ნებისმიერი ერუდირებული ადამიანი. სველი მათახი თვართ საცემა სადრა. მე თუ მკითხავ, არ ვარ ჩვენ კარგი ხალხი. ყურის დაგდება არ შეგვიძლია და არც არაფერი. ვიგონებთ მტკნარ სისულელებს, წესიერ ადამიანებს. სიტყვობიანი სიტყვა პასუხი ჩვენ არ გვაქვს და არაფერი. ტვინი ჩვენ არა გვაქვს და არაფერი. კარგი ჩემოდა. შენი გულისთვის გაიქცა ის კაცი აქედან. შენი გულის. არ გავჩუნდები. კარგი კაცი. ნიგოზე ჩვენ არ ვარ და არაფერი.
ჩვენ სოფელში. ისე მაინც არ იყო ცუდი რო ამოვიდნენ. ეგება ცოტათი კარგიც კი. თუ გავერთეთ, გამოვერთეთ. კინაღამ გაგვსინჯეს კიდეც. ისე სწორი ხარ ხომ იცი სადღაც სვიატოსლავჩემ. აბა სულ ვერ იყოს ჩემამდე არ მოუყურა და თანაც გაუსინჯავს. ისე შენ მეტი დაჟინება უნდა გამოგეჩინა ჩემო ერასტი და ეგება რაიმე გამოგსვლოდა. გამაგიშებს ეს ხალხი. მეტი რა უნდა მეკნა. წარფელად თამაში. გათინაურები. სიტყვები და ცეცხლოვანი მზერა არ მომიკლია და დღისით მზისით შუა სოფელში ხوار ვებუდგუნებოდი შეგაც. მაგასაც მალე დაიწყებს თქვენ. უცნაურია სიყვარული, უცნაური. ქალს სულ ვერ გავუგე ვერაფერი. კაცმა არ იცის. რას გაიფიქრებს, რას მოიმოქმედებს, რას გეტყვის. მოგიყვეთ? დარე. შედარებით ახალგაზრდა ვიქნებოდი მაშინ. ქალაქში ვიყავი ჩასული. უცებ ერთი ქალი შემიყვარდა გაგიშებით. ძალიან. ორ დღეს ვაბოლე ჩიბუხი. ვაბოლე, მაგრამ რა ვაბოლე. უცებ წამოხვდი, შევისხი პირზე წყალი და მივადექი. ასე უთხრა. ანგელინა, გენაცვალო, ჩემი თავიანა. ძალიან მიყვარხარ მეთქი. ხო? პირველად თქმა ძნელი, თორემ თუ ერთხელ გაბედავდა ეტყვი, მერე მიდის და მიდის. მერე მიხარი. რა გითხრა მეორე? თქმით, არაფერი არ უთქვამს. ასე მომკიდა სახელოზე ორი მანიკურიანი თითი. მერე რა გითხრა, თქვი, ბარემ კაცო. ნუ გადაგვაყოლე თქვი. მომკიდა ორი ლამაზი თითი და მიბიძგა. მიბიძგა და მივყევი. კიდო მიბიძგა და კიდო მივყევი. მიბიძგა და კიდო მივყევი და ასე პროციალი გამიყვანა მეორე ოთახში. საწოლი ოთახი ხომ არ იყო ვიჯო? კი. აშენებულ ხარ. ასე მეგონა მე თავიდან მაგრამ წარეთ მოვყუდი. ოდიში და უბიცო არ აღმოჩნდა. არა, შეკაცო, მანამდე ვინ მიიყვანა საქმე? აბა საწოლი ოთახში რას გიყავდი? თურმე სარკე ედგა და დამაყენა სარკის. მაინც უნდა ბდღნოდი. არა, შეკაცო, უხერხული იყო. ავა ის ოთახი ცარიელი კი არ იყო. საწოლები კი იქმნებოდა და იმ საქმეში საწოლს რა ჯობია, ვიო? ბდღნოდი უნდა, აბა რა ჯობია? არა, შეკაცო, საწოლის გარდა სხვა რამეებიც იდგა. რა და მამამისი და ძმანნიმისი. ერე შეგაწვე რა ვერ გაუგე, არ ყალები ხარ და მორჭა და გატავდა. დიდი ამბავი ახლა. უცნაურია ხალი მაინც. კი. ძალიან უცნაური. კი. აბა კაცო. რას წარმოვიდგენ? მან ისამინდივითა ზოგიერთი ხალი. მოწმენდილცაზე მეხის გავარდნას უდრის. მე იგი დავინახე და თვალი მოვხკარი. კეკუცად ლამაზი გაზაფხულის ფონს. ოქროსფრად ხმაო და თეთრად გადაპენტილი. მომავალი სახრავი ატა. დავინახე და იმ წამსვე დამბურცკა. დამინახა და ხის შიაჟრჟო. როგორ შვენო და ცისფერი კაპა. თავზე კი ბაფთა და ფარფატებდა. რომელ კვადრატში იდგა? ჰაშმეორეში. შენ? დგავარ მე. ჟემესამე კვადრატში გავიხედე და დავინახე მოდის. მარა რა მოდის? ბეჭები. კუნთე. ზურგზე მინუს ორი შაშხანა ჰკიდია. აგი გეუბნებოდით. აგი გაფრთხილებდით. უყურეთ ეხლა მუბედურს. ულვაში თუ კონდა ბესაია. ულვაში. კი,
ისე დაგიმშვენდა ულვაში. ცხვირი თუ ქონდა. ცხვირი. აბარა. ისე დაგიმშვენდა ცხვირი. ეკნებოდა, აბა არ ეკნებოდა. სად გინახავთ თქვენ უცხვირო კაცი? ბიჭო, ცხვირი თუ კაცი თუ არ არსებობს საერთოდ ამ ქვეყნად. იმას არ ცხვირი ექნება და არც ის. აბა გამოდის რომ მე ვტყუი ვარ, ხო? აშალე ქალოს. აშალე ქალო. მარა სად არის სუფრ? სადა? არ გინდათ და ნუ გინდათ. ვის შეურწყვა ულვაში და ცხვირი? ვინ გონი ვართ მე თქვენ? სადაა ჩემი ლინზიანი თოფი? შალვა. შალვა. მათხოვე. ერთი ის შენი კალმისტარი. დამანებით არის შეგრუპენდა. ჰაი! ვინა შენი ცრუპენდე? გამიშვით! გამაუშვით! გამიშვით! გამაუშვით! ამაზეც მომიწერე ხელი. არა შეუბედურე. შენი ვინოია? ასეთი რა გჭირებია ძიაკაცო ჩაფარი რომ მოგდებს. კაი გამარჯობა. გამარჯობა. მეტი აღარ შემიძლია. მუხლები მიკანკალებს. ჩამოვჭდები რა იქ. დაშვები. აი მამა არ ყავს მოხუცებული ან მეზობელი რა მოგივიდა შენ? შენ წეიხებზე. საჭმელ საქმე მოვიდა. ვაი, სად არ მიხარ? საჭმელის მეტი რა მაქვს ხურჯიში? მამა ნამე. აი. მარო. კაშალე ზუბრა. იმდენ ტარებაში არ გაფუჭებულიყო საჭმელი. პერიოდულად სული ხოლმე. ოღონდ. ჩაფარო, მოგიყვარ შენ გოჯის ხორში. რა დაჯექი, რა და ჭამე. ეს ხომ ისეთ, რა და თქვენ ნუ შეწუხდებით ბატონო, ნუ დაიხრებით, მე მოგაწვით საჭმელს აგერა. იმას რაიმე ძვლიანი მიაწოდე, დიდხანს რომ უნდეს ხეთქვას. ბატონო. ახლავე ჭადიც გამოცხება და უფრო ადვილი საჭმელია ის. ჭამში მოგირბეინე ბაბუა. დიდი მადლობა. კაცო. კინო მიაჩერდებით ახლა პირში მაინც და მაინც არ შეუხერხულოს ჭამა. ხო. გაიხედ გამოიხედეთ. მართალი. ო, რაცა, ნახეთ, რა ლამაზიც. რაცა, ახლა იმისთანა, რაცა. ამდენი რა თმინდა ორი ლუკმა მთელ დროს ყოფნის. მაშინ საგზელს გაგიწყობ შენი ერთ ბატონო და თუ სადმე დაიღლებით, მიეცით. ხო. ცოტათი შეისველებთ მაინც. რატომ ვთხოვდებით? აგერ რა შეწუხებაა ჩემო ბატონო, გაჭირებულ კაცი. ორი ღერი ლუკმაკურით რომ შეეშველო. შეწუხება, ახლა მოგართმევენ ყველაფერს. ხილი თუ გიყვართ აგერ ბატონო. სად მაქვს ბობო მაგის სიგბილები? მე თვითონ დაგიმტრებ და ისე მოგართმევ. ამდენს როგორ ვზიდავ მე? ახლავე ბატონო, ახლავე. აგნეს ხო. აბატონ. დავაწყოთ აგერ. ურიკაზე ბატონო და თქვენც დაეყრდნობით. ღმერთმა მოგახმაროთ ბატონო, სულაც თქვენი იყოს ეს ურიკა. მაგრამ თავდაღმართში თქვენ შევაკავე. ისე სწორია, ხო? კი.
რა ვქნათ აბა ახლა ჩვენ ეწავიყვან ერასტვიძე. მაინც რამა საქმე მედი. კარგი ხარ სერგია კარგი ბარაქალა და დიდება შენ. რაიმონდი. კი მაგრამ ბოდის ვიხდი ამ არაოფიციალური ცნობის წადილისათვის, მაგრამ რა გაგჭირვებიათ ასეთი ჩემ ბატონო ამ უჯიშოს ხელში რომ ჩავარდნიხოთ, მე განათლებით ინჟინერი ვარ. რა უწევს ხედა? ორი ქარხანა მებარა ნავსადგურ ფოთში. ორი ქარხანა. შემოსავალი დიდი მქონდა. მე დავბერდი. ვეღარ ვშრომობდი. დანაზოგი ფული ჩემმა ბიჭმა. ანკოში წავიდა. შეურცხა სინდის ხვალით დავიდე, ვერ გავისტუმრე. ვიფიქრე. სახკარს გავპიტი მეთქი. და დაგეწვარ სახკარი, ხო? დაიც მოგლა. ისე ვთქვი, ტყვილა. ისე თქვა ისე. ტყვილა. და მეცმა სახკარი. ვეღარ გევისტუმრე და ახლა ამას მივყვები. სად საპრობილეში. სულ აღარ არის სამართალი ამ ქვეყანაზე ბერიკაც საპრობილეში არ გავატარ ერთ პასად არ სიმაშინო შეგნახის ჭია ეცი მაგ თორე იმარა ბაბუა ვერაფრით შეიძლება თქვენი შეტა ვერაფრით ასიმანეთი მაქვს ბანკის ვალი ასიმანეთი მაქვს ბანკის ვალი ბიძია კი მარა ის შენი შვილია თუ ვიღაცა ვერ გაანდრევს ხე რა ვთქვი ახლა ასეთი რა მოგივიდა ირის ცოცხალი ხოლმე ბაში მიკუდა ეს რა გაიგო ჩემო თავი ჩამეიქცა ენა რა აჩერე ხოლმე რა ვქნათ ახლა ამოდენა სოფელი ასმანეთს ვერ შევაგროვებთ როგორ ვერ შევაგროვებთ ნიფთებითაც რომ ჩავავაროთ არ დაყვაბულდებია რა ვიცი ჩაფუჩით უნდა გაეყიდათ სახკარი ხო და ასე თუა აგერა ეს ჩემი ბოხოხი 15 მანეთ იღეს ნაღდი ფული ორე ჩემიც აგერა ბატონო მე აგერ ცოტაოდენი ფული მქონდა მოგროვებული და თქვენი იყოს აგერ მაგიბეშის კიცინა ფუმლიან ასე შვიდა წღარა ძმებო ეს სახში 2 ფუტის სიმინდის ფქვილი მაქვს წავიღებ ქალაქში გავყიდი და ფულს მოგვართო სულ ყველა სერგია შვიდო გამაყევი დადირი მაინც აღარ არის ბატონო და სამშვენიერი თოფი თქვენი იყოს ეს ჩემი ხუჭინი ბატონო ქალაქში ნაცნობი ფიგურები ერთიოდა სად არის მაკრატელი
მე და ბუდისტებში ჩავამარ. რომელი გასაცხოვარი კაცია, რა თქმა ეს ბეჭედი მომადეის დედა შენი ჭირიმე. შეგირაცვალე. ჯადიკო, აბაგო. შეიძლება თქვენის ნებართვით. მე ახლა ძალიან ცუდ გამატარეთ აგანა. აგი ახლა დალაგებულია კარგად აი ბორჯომის ბოთლები გამოგვადგება ჯერ აქ 32 მადლობა შვილები დიდი მადლობა ისი მადლობა წავიდეთ მოიცან თქვენ ერთი რამე არ იცით ბაბუებო ზანით ბატონო მე აქაური არა ვარ მე და ჩემს წინაპრებს თქვენთვის ბევრი ცუდი გაუკეთებიათ ისტორიულად მე რა ჩემო ბატონო რა უჭირს მე თქვენ ხომ არაფერი დაგიშევებიათ და გინდა დაგეშავებიოთ ბოლოს და ბოლოს რა მოხდა? ადამიანი ხართ თქვენც. ადამიანები ვართ ჩვენც და ადამიანმა რო ადამიანს ხელი გაუწოდოს გაჭირვებაში რას ხედავ თამაში შეუძლებელი? არ ვიცი სწორად. რა გუნდა ფუფურმა თქვა და მეშავეები ვარ. ბიჭი ეჟინი ჭირვე. დარჩი ჩვენთან. დარჩი ბაბუ. მე ეს გუნზე გატარე. ორი ყოფილ ხარ გოგი. ორი ყოფილ. გოგი. პოროტები კი არა. ესენი ყოფილან თუ ყოფილან ხალხი. გეუბნებოდით და შერა გიხარი გოგი. What თამაშე? ადონო? ეს ვიღო საიდან სათო კაცო? ახლა ასე რომ მოვტყუდით სირცხვილში ხომ არ ჩაგვეთვლება? სირცხვილში კი არა. თქვენ ყოფილ ხართ სწორედ ხალხი. ნამდვილად ბატონო? ნამდვილად. ხო. კარგი ბატონო. ეს ყველაფერი გასაგებია კიდე ერთი გამოცდა მოგვიწყვეთ, მაგრამ 100 სად დატოვეთ, ბატონო? 100. ასია ვარ ხალხნო. დედა! ვაი, ჯეგე მაჩარე, ჩემო ასია მოდი გაკოჩე. ალო ყალ. ჩემო ასია.
ხედა ხალხო აღარ მოიმოქმედა მე რომ მეკოცდა იმაგრა სარბზანდებოდი დაკამდე ჩემო ბატონო რატომ მოგვანატრეთ ასე თავი ეში გავშალეთ მწვანე კარავი და იგავათიეთ ასე ხომ ასია ჩვენში რა გინდოდა ტყეში დაილოცა ღმერთო შენი სამართალი ოდესმე ვიფიქრებდი ბატონო ჩაფარი თუ შემიყვარდებოდა თქვენი ჭირიმე ბატონო თქვენ როგორ გაგვახარე ასე ნაწყენი ჩვენგან კაცი წასულიყოს ჩვენ არ მინახავთ რამდენი რამე დაგვეზოგა ჯოგა წამომზადი ჩვენთან ბატონო ჩალაკი საკეიფო იბადან ჩალაკი წევიყანო დინარის პირას არაჯობია იყოს დინარისპირას იყოს ახლაც არ შეგვისვათ პატივცემულო ორჭი ქაღვინო თქვენისთან ახალხთან ღვინოს კი არა შხამსაც სიამოვნებით აუ გოგი რა ხალხი ხარ თქვენ გოგი ბატონო რა კარგად ბრძანეთ თქვენისთან ახალხთან ღვინოს კი არა შხამსაც დავლეო ხო და აგერ არქიფოს ღვინო დალიეთ ბატონო მე ბატონო დალიე და შეგერგება სულ დალიე დალიე და დაგიგიტასი სულ დალიე ჩვენი მასპიდის მარაში სულ დალიე და შეგერგება სულ დალიე რა ჩემ ღვინო შენი დასაწოლია არიცი ვითომ დაუნდევისო რა დიდი ხანია დაიწყე ღვინის გარჩევა შედასპირტულო შენ აფერისტის ხმავერსმის ვინა აფერისტი შენ ლოთო შენ აუ ვინა ბიჭო ლოთი და გინდა მასეც იყოს შენ არიცი ამბავი ლოთებს წესიერი შვილები რომ გამოსდით ბატონო ლოთი მამის შემხედვარე შვილებს ბავშვობიდანო ჭირის თხესავით შეჯავდებათ ხოლმე სმა მერე ბავშვების სასიკეთოდ სვამ მე ლოთები რომ არ გამოვიდნენ აბა და შენ რამდენი ყავს რამდენი მე ბატონო უცოლშვილო ვარ მაგრამ მარტო საკუთარი შვილი კი არ უნდა გიყვარდეს კაც სხვისი შვილები თელი სოფლის შვილების სასიკეთოდ სვამ მე რომ ლოთები არ გამოვიდნენ ბატონო რაც შეგეხება შენ აფერისტი ხარ და აფერისტის შვილები რაც გამოდიან იცი შენ ვინა შენი აფერისტი შენ ლოთო შენ ლოთი და თამადა გაგიგონიათ ბატონო ვინა მე გამიგი აგე შენი შეგვეძა არა ეს რამაგადა გამიშვი და გამოვში გამეც გამიშვი აიჩუნდით აი ბატონო განსხვავებული სასმისი რა უბედურება მაგერად გაიწიეთ იგი გინდათ კიდევ გააქციოთ ეს პატიოსანი ადამიანი აგერ კულტურული სასმისი ამ ერუდირებულ კაცს მაგას ვერტავ აღარ შემიძლია არ შემიძლია ძალიან აქ არ ჩავიდეთ მეგობრებო დინარის პირას შევიდეთ გადავეწვა ყელი ბატონო წავიდე მე პურმალის გამომზადდა ჩამოვიდა ოღონდ ბატონო ერთი დიდი სათხოვარი მაქვს თქვენთან პატარა ერთი რა სათხოვარია რადა 100-აც გამოუშვით ჩვენთან ბატონო სულ ფანქარი და ბლოკნოტი ხომ არ უნდა ეკავოს ხელში პატარა ქალურ საქმეშიაც მოიხმართ რა ქალურ საქმეში მოიხმართ რადა ბატონო ხაჭაპურს დაჭრის წვრილად ბატონო და ციცილსაც გაპუტავს აბა გამიშვით რა მაესტრო მიბრძანდით ოღონდ ფრთხილად დაანაწევრეთ ხაჭაპური დიდი მადლობელი ბატონო იცოცხლე ურიკით ხომ არ გაგვესეირნა არი ერაც თითი წავიდა სოფი ხაერს წავით ინებეთ გოგი გამაგებინე ბოლოს და ბოლოს ვინ ახართ
რა ხალხი ხართ თქვენ? სვიმონ ბატონო, ბრძანეთ. ამ კაცს რა ქვია თუ იცით, პატივცემული? არ ვიცი. მაგას ქვია ვიქტორ ბესარიო, ნარქიფო, საშიკო, დათა, სერგია, შალვა, ერასტი. რა ამდენი სახელია, ესპანელები ხართ? რა ვიცით? ზოგიერთი იმასაც ამბობს ვენათესავებით. ეხლა სიმინდებს რომ პატრონობს ეგ ნუ გაგაკვირვებთ. ვაზის ხალხი ვართ ძირითადად ჩვენ, ჩემო ბატონო. და მაგიტომ ქვია მძია კაცს ყველა სახელი. ეგ გვაერთიანებს. თავი და თავი ის არის რომ ჩვენ ძირითადად შრომელი ხალხი ვართ. რა გახდა ბოლოს და ბოლოს ეს ვაზის მოულა? გამიგია ერთხელ ჩასობილი სარი რამდენიმე სრულ წელიწადს ძლებს. ერთი უთხარით, ჩემო ბატონო, ვაზის მოულას რა და რა უნდა? შენ რა? არიცი? შენგან უნდა გაიგოს თუმარმა ძია. კაცო, უთხარი ვაზის მოულას რა და რა უნდა? შეწამლუა არ უნდა? როგორ არ უნდა? უნდა მა? ხო და უთხარი. ვასა შეწამლა უნდა შვილო 6-7 ჯერ მაინცა. მორჩა გათავდა ხომ? რა გათავდაო, გასულ რასო? ვაზის ძირების გამობრმა უნდა იორგოვიცეში. გამოთონ ხო არ უნდა ძია? როგორ? უნდა მა? რიგების გამოთოხნა უნდა რამდენჯერმე მაინცა. გასხლა ბატონო, გასხლა არ უნდა? როგორ არ უნდა? უნდა. გასხლა უნდა მარტის თვეში. სულ ეს არის ხომ? კიდენა ვენახსა უნდა ფურჩუნაი. ეს ზედმეტი ყლორტების მოცილება. ია. ეგ არის და გორის ციხე არა? არა. კიდენა ვასა უნდა გოგირდის შეფქვა. ნაც არის გაჩენის საწინააღმდეგო. მაშა. მორჩა. კიდე უნდა მწვანე სამშავიები. ეგ რომელიღაა დამავიწყე. დაგაიწყდა, გადაგიჯიშტი, შვილო, გადაგიჯიშტი. ყლორტების ახლა უნდა კიდენა ეგარომა ქარმა არ დააზიანოს, აი შენეება. საგმაოდ შრომატევადი სამუშაო გქონია. მორწყვა არ უნდა ბატონო, მორწყვა. სულ გადამევიწყდა. როგორ არ უნდა მორწყვა? უნდა მა? რამდენჯერ? ბარვიან წელიწადში 60 ჯერ მაინც გადმოვაგდებთ ხოლმე რუებსა. ბარაქალა თქვენ შრომას. მოუკრეფაობა თუ შეიძლება. მოკრეფა რა ანგარიში ჩასაგდებია შედალოცილო. ქალებსა და ბავშვებსაც კი შეუძლია. რომ მოუკრებთ მერე? აი, რომ მოუკრებთ მერე უნდა ერთი ლაზათიანი დატულა და ფევრებში ჩასხმა იმაშა. კიდე უნდა რამე? კიდე უნდა ფეხები. რო? ჩვენი ფეხები მოგეხსენებათ ვენახები სოფლის ბოლოში ვიდგია და და კიდევ ხომ არ უნდა რამე? კაცო, ბიჭო. ჯواب თურიცი ჯერ არაფერი არ დაგილენები. არ დაგილებინებიათ. სამაგიეროდ შემოდგომის ბოლოს და ზამთრის თვეში ალბათ ძალიან ისვენებთ. რა ზამთრის თვეში შულო დათვისვენებს. ჩვენ კიდენა შეშის დამზადებაო, ღობების გამაგრებაო, რა ქვია, თოვლის გადმოხვეწაო, გზების შეკეთებაო, შინაც 1000 საქმეა და რა. სულ ასე შრომობთ. რა სიზამშილო. შრომით წინა ვარ გაჩენილი ბიჭო. ჩვენ პატივცემულო როგორც დარწმუნდით ალბათ კარგ მიწაზე ვცხოვრობთ და ისეთი გზები გადის თურმე ჩვენში სტრატეგიულ სრომ ეძახი და რამდენო ხერსა და ავაზაკს გაულია აქ თანაც ლაშქრად შეკრულებს ცოტანი ვიყავით პატივცემულო და რა გვექნა რომ აკვამლდებოდა მეზობელ სოფლის კოშკზე თივა, სასწრაფო დავახჩოლებდით ჩვენს კოშკსაც. ავიკრებთით გუდანაბადს და მაღლა მთებში ვიხიზნებოდით. ჩამოვიდოდით მერე და სახკარი გადამწვარი. ვაზი აჩეხილი გვხდებოდა.
ღვაზი კი თუ იცით რას ნიშნავს ჩვენთვის, ჩემო ბატონო. ღვას მოფერებით ხანდახან ბრუნდე ძირიანსაც ვეძახით. სადღე გძელოში ასე ვამბობთ, ვაზ გაუმარჯოს ბრუნდე ძირიანსავ. ესეთი უცნაური მოფერება თუ გაგიგებთ. ეს სიყვარულით ნათქვამი ბრუნდე გასაოცარი ძალით გვახსენებს, რომ ვაზის ქვეყანა ვართ და ვაზის ხალხი. ვაზი ჩვენს ტაძრებსა და ეკლესიებზე, მტევანი ჩუქურთმათ, ვაზი ხალხურ პოეზიაში. ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანის დროინდელი ქვევრები წამოედება ხოლმე სახლის, დოქები და ფიალები, ყვავრიელი მტევნებით შემკული ანტიკური ნიღბები და ჩვენი ქართველთა პირველი ჯვარიც ვაზისა იყო. მშვენივრად იცოდნენ საქართველოს მტრებმა ვას რომ ჩეხავდნენ, რასაც შვებოდნენ. მაგრამ სულ ესე კურდღლებივით კი არ გავრბოდით. ისე კი დიდი ვახტანგის, დიდი გიორგის, დიდი დავითის და თამარ მეფის დროს აი ამ კაცს მრავალსახელიან სახლო რომ სიმინდებს უზის, კიდევ ერთი ყველაზე უფრო გმირული სახელი ქუდზე კაცი ერქვა. ესა სწორედ ესაა ის უცნობი გლეხი საქართველოს ხმლითა და ნამგლით რომ მოგვიტანა და დაჩეხილი ჭრილობებში წარფშეკრული რომ იყრით აღზევნის მარილ, სწორედ ესაა ბევრი რომ იყო ხალხი ერქვა, ქართველი ხალხი და ღონიერი ქედით აქამდე გვიზიდნია პატარა, მაგრამ ძიმე ქვეყანა საქართველო, რომლის წარსულით ცნობილი გმირებით და არანაკლებ ცნობილი მოღალატეებითაა სავსე. მაგრამ ქვეყანა, რომელსაც უერთგულესი ხალხი ყავდა და რა კარგი სანახავები ვიყავით თუ იცით ჩემო ბატონო ერთად. ბევრი კუთხე გვაქვს. განსხვავებული ხალხი ვცხოვრობთ თვითონ, მაგრამ მაინც ყველა მთლად ნამდვილი ქართველები ვართ. კარგი კვით რომ იმ ვარამსა და უბედურებაში ესეთი ხალხური პოეზია რომ შევქმენით, შევინარჩუნეთ ადაწესები და ჩვენი ენა, ჩვენი ღვიძლი და ყოვლის მომცველი ქართული ენა. ჩვენი ტაძრები მოიარეთ, ჩემო ბატონო, და თავს მოვიჭრით თავისით, უადამიანებოდ თუ იყოს აშენებული და მოხატული. და როგორ გონიათ, იმ განუწყვეტელი შემოტევებისა და ხმლების ტრიალის დროს გვეცეკვებოდა, გვემღერებოდა, აბა უსმინეთ. ახლა ცეკვები უნდა განახათ, ჩემო ბატონო. ზოგი ნარნარი და დარბაისლური, ზოგი გადარეული და ცეცხლოვანი. ჯერ რიტმი რა დღირს. ველი მომეცი გოგი. როგორ გონია გოგი? გაიგონეტა იმ კაცმა რამე. რა ვიცი. წესით კი უნდა მივხვდარიყო რაღაცას. რა ვიცი. მარტო ჩვენი სოფელი ნახარ. კიდაც ერთი წვეთი ვიყოთ. ზღვის თვისებებსაც ვიმეორებ თუ დაგვაგვირდება კაცი. რომ მოგვირდები. ზოგად საერთო ადამიანებსაც წავაგავართ ჩვენ. კი წავაგავართ, მაგრამ ჩვენ უფრო გამჟღავნებულები ვართ. მეტავი რატო? აბა რა ვიცი. ალბათ იმიტომ, შენებისათვის ნაკლებად რომ გვეცალა. ალბათ, არ ვიცი. ისე ბოლოს ძალიან ამაღლებულად კი დაუხატეთ ჩვენი თავ. კი. მაგრამ სხვა ამბებზეც ხომ ფლომოთვაც გერინე. ეკი. რაღაცა გვინდა კიდევ. კი. რაღაც გვაკლია. მაგრამ მაინც გვაქვს ჩვენი რაღაცა კარგი. კი, ნამდვილად. და რაღაც გვაქვს არც ისე კარგი. ცოტათი გლახა. გაგოგებინა ნეტავი. რანი ვარ.